საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ქართველმა ახალგაზრდებმა ხელი მოაწერეს ახალგაზრდობის თანხმობის აქტს. ორგანიზატორების თქმით, ამ აქტის მიღების მთავარი მიზანი იყო გამოეხატათ ახალგაზრდული ინიციატივა საზოგადოების კონსოლიდაციისა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. ხელმოწერები იყვნენ ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტები. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში აიმართა. ამ აქტის მიზანია და ამ აქტის შექმნის იდეა გამოიწვია იმან, რომ გარკვეულწილად ვაჩვენოთ ჩვენი ახალგაზრდების კონსოლიდაცია, ჩვენი თანხმობა სახელმწიფოს განვითარების ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების გარშემო და ამ პროცესით ბუნებრივია ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ ძალიან მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადოთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს, მით უფრო ახლა, როდესაც წლის ბოლოს ჩვენ საქართველო ველით ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. იქიდან გამომდინარე საქართველო ისტორიულად ევროპის ნაწილს წარმოადგენდა და 1921 წლის კონსტიტუციაც იყო ის ღირებულებები, რომელიც ევროპის კავშირის ღირებულებებს შეესაბამება. აქედან გამომდინარე ჩვენს ახალგაზრდები შევთანხმდით, რომ საქართველო როგორც თავისი იდენტობით, წარსულით და ისტორიით არის ევროპის კავშირის განუყოფელი ნაწილი. ეს მე მინდა რომ ახალგაზრდებმა მიცენ მაგალითი უფროსებს, როგორ უნდა მოხდეს კონსოლიდირება და კონსოლიდირება იმაში, რომ ჩვენ უპირობოდ ვართ ის ქვეყანა, რომელიც უნდა იყოს ევროკაერთიანებაში. ასე რომ ჩვენის მხრიდან არის სრული მხარდაჭერა, ჩემი ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს დანთა მოძრაობიდან აგრეთვე სრული მხარდაჭერა ამ აქტის ხელმოწერასთან დაკავშირებით და მე ვიმედოვნებ, რომ ბევრი ახალგაზრდა შეუერთდება მას.